როდესაც კახი კავსაძის სახლში შევიდნენ ახლობლები ბელას დაკრძალვის შემდეგ, საძინებელში ტუმბოზე იპოვეს ძველი ფოტოალბომი, რომელიც ყოველ საღამოს იხსნებოდა. ალბომის ბოლო გვერდზე ბელას ხელით დაწერილი იყო ერთი წინადადება: კახი, შენ ჩემი ღმერთი იყავი ამ ქვეყანაზე. ეს სიტყვები დაფარული იყო ცრემლის კვალებით, რომლებიც ალბათ კახისა იყო, რადგან ის ყოველ ღამე კითხულობდა მათ, როცა ბელა უკვე ეძინა. მეზობლები ამბობდნენ, რომ ხშირად ისმოდა მისი ტირილი ღამის სიჩუმეში, მაგრამ დილით ის ყოველთვის ღიმილით გამოდიოდა, თითქოს არაფერი მომხდარიყო. რატომ მალავდა კახი თავის ტკივილს მთელი ცხოვრება? ვინ უთხრა მას, რომ მამაკაცი არ უნდა ტიროდეს? რა ფასი გადაიხადა მან ამ უხილავი ძალისთვის, რომელიც ბელას ფეხზე აყენებდა ყოველდილას, როცა მთელი სამყარო მათ უკვე დაივიწყებოდა? ამ ისტორიაში არის რაღაც, რაც ოფიციალურ ვერსიებში არასოდეს ითქვა, რაღაც, რაც ოჯახის წევრები დღემდე ინახავენ როგორც წმინდა საიდუმლოს. ქართული კინოს ოქროს ხანაში, როცა თბილისის ქუჩებში ყოველი მეორე ქალი ოცნებობდა კახი კავსაძის შეხედვაზე, ის უკვე იყო ერთი ქალის კაცი. ბელა მირიანაშვილი არ იყო უბრალოდ მისი ცოლი, ის იყო მისი სული, მისი სუნთქვა, მისი არსებობის მიზეზი. მაგრამ ცხოვრება მათ მოუმზადა გამოცდა, რომელიც უმეტეს წყვილებს დაშლიდა პირველივე წელს. ბელას დაავადება მოულოდნელად მოვიდა, როგორც ქარიშხალი მშვიდ ზაფხულში. ექიმები ლაპარაკობდნენ რთულ სამედიცინო ტერმინებზე, მაგრამ არსი მარტივი იყო: ახალგაზრდა ლამაზი ქალი, რომელიც ცოტა ხნის წინ ცეკვავდა კახის ხელებში, აღარასოდეს იარებდა. საინვალიდო ეტლი გახდა მისი ახალი რეალობა, ხოლო კახის ხელები გახდა მისი ფეხები მომდევნო 10 წლეულებისთვის. მაშინ 1965 წელს, როცა ბელას დიაგნოზი დაუსვეს, კახის ახლობლები ელოდნენ, რომ ის გაიქცეოდა. ასეთი იყო დრო, ასეთი იყო საზოგადოება. მამაკაცები ტოვებდნენ ცოლებს ბევრად უმნიშვნელო მიზეზების გამო, ხოლო აქ იყო ახალგაზრდა, ლამაზი, წარმატებული მსახიობი, რომლის წინაშეც იხსნებოდა მთელი მსოფლიო. მაგრამ კახი არ გაიქცა. უფრო მეტიც, ის გააკეთა რაღაც, რაც მაშინდელ საბჭოთა საზოგადოებაში თითქმის შეუძლებელი იყო. მან უარი თქვა რამდენიმე მთავარ როლზე, რომლებიც მოსკოვში გადაღებას მოითხოვდა, რადგან არ შეეძლო ბელას მარტო დატოვება. სტუდიის დირექტორები ბრაზობდნენ, კოლეგები არიგებდნენ, მაგრამ კახი მხოლოდ ღიმილით პასუხობდა და ბრუნდებოდა სახლში, სადაც ბელა ელოდა ფანჯრის წინ, ზერა კარზე მიმაგრებული. თბილისის კინოსტუდიაზე დაიწყო ჩურჩული. ადამიანები ლაპარაკობდნენ, რომ კახი შეიზღუდა, რომ მან გაანადგურა თავისი კარიერა ქალის გამო. მაგრამ იყო რაღაც, რაც ამ ჩურჩულში არ ითქვა, რაღაც, რაც მხოლოდ ძალიან ახლო ადამიანებმა იცოდნენ. კახი არ იყო მსხვერპლი, რომელიც იძულებით რჩებოდა. ის რჩებოდა, რადგან ბელას გარეშე ცხოვრება მისთვის აზრს კარგავდა. ის ხედავდა მას არა როგორც ინვალიდს, არამედ როგორც იმ ქალს, რომელსაც შეუყვარდა 1961 წელს, როცა პირველად შეხვდა მას რუსთაველის გამზირზე და რომლის თვალებში დაინახა მთელი თავისი მომავალი. მაგრამ რა ხდებოდა იმ ღამეებში, როცა ბელა ეძინა და კახი იჯდა სამზარეულოში, სიგარეტს ეწეოდა და აცქერდა ბნელ ფანჯარას? რა ფიქრები ტანჯავდა მას, როცა ხედავდა, როგორ უყურებდნენ მას ქუჩაში ახალგაზრდა ქალები, რომლებიც არაფერს არ იცოდნენ მის რეალურ ცხოვრებაზე? სახლში, რომელიც გარედან ჰგავდა ბედნიერების სიმბოლოს, იყო ორი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს ინახავდნენ როგორც უძვირფასეს საგანძურს. ბელა იცოდა, რომ კახი აკეთებდა მსხვერპლს, და ეს ცოდნა ხშირად უფრო მძიმე იყო, ვიდრე თავად დაავადება. ის ცდილობდა იყოს ძლიერი, ღიმილობდა, როცა კახი სახლში შემოდიოდა, მაგრამ ღამით, როცა ფიქრობდა, რომ კახი ეძინა, ის ტიროდა ბალიშში, ითხოვდა ღმერთს, რომ წაეყვანა, რომ გაეთავისუფლებინა კახი ამ ტვირთისგან. მაგრამ კახი ყოველთვის იგრძნობდა, როცა ბელა ტიროდა. ის ღვიძლობდა, მიდიოდა მის ოთახში, ჩუმად იჯდა მის გვერდით და ეჭირა ხელი, სანამ ის არ ჩაეძინებოდა. არასოდეს არაფერს ამბობდა, მხოლოდ იჭერდა ხელს, და ეს იყო საკმარისი. 1972 წელს, როცა კახის პირველი დიდი როლი გამოვიდა ეკრანებზე, მთელმა საქართველომ შეიყვარა ის. ქალები ცდილობდნენ მის შეხვედრას, აგზავნიდნენ წერილებს, ელოდნენ კინოსტუდიის კარებთან. მაგრამ კახი ყოველთვის ჩქარობდა სახლში, სადაც ბელა ელოდა. მან შექმნა რუტინა, რომელიც გახდა მისი ცხოვრების საფუძველი. დილით ის აღვიძებდა ბელას, ეხმარებოდა ჩაცმაში, აბანავდა, აჭმევდა საუზმეს, შემდეგ მიდიოდა სამსახურში, მაგრამ ყოველთვის ბრუნდებოდა სადილზე, რომ დარწმუნებულიყო, რომ ბელას ყველაფერი ჰქონდა საჭირო. საღამოს ის კვლავ სახლში იყო, ამზადებდა ვახშამს, კითხულობდა მას წიგნებს, უყვებოდა გადაღების შესახებ და ყოველთვის ეუბნებოდა, რომ ის ყველაზე ლამაზი ქალი იყო მის ცხოვრებაში. მაგრამ იყო ერთი ადამიანი, რომელიც ამ ისტორიას სხვა თვალით უყურებდა.
კახის უფროსი და გიორგი კავსაძე, რომელიც ცხოვრობდა მოსკოვში და იშვიათად სტუმრობდა თბილისს, ღიად აკრიტიკებდა ძმას. შენ ანადგურებ თავს ამ ქალის გამო, ამბობდა ის, როცა 1975 წელს ჩამოვიდა სტუმრად. შენ შეგიძლია იყო დიდი მსახიობი, მაგრამ შენ ირჩევი ხომედ და ეს სულელურია. კახი მხოლოდ ჩუმად უსმენდა, მაგრამ მისი ხბა იჭიმებოდა, ხელები კი მუშტებად იკრებოდა. როცა გიორგი დაასრულა თავისი ტირადა, კახი ჩუმად წამოდგა, მივიდა კარებთან, გააღო ისინი და უთხრა: გიორგი, შენ ჩემი ძმა ხარ, მაგრამ თუ კიდევ ერთხელ ასე ილაპარაკე ბელაზე, აღარასოდეს შემოხვიდე ამ სახლში. გიორგი წავიდა და არ დაბრუნებულა 5 წლის განმავლობაში. ეს ინციდენტი გახდა ლეგენდა ოჯახში, მაგრამ მას ჰქონდა უფრო ღრმა მნიშვნელობა. კახი არ იყო უბრალოდ ერთგული ქმარი, ის იყო ადამიანი, რომელიც აქტიურად იბრძოდა საზოგადოების წნეხთან, რომელიც ცდილობდა მას უთხრას, რომ ის არასწორად იქცეოდა. ყოველი დღე იყო ბრძოლა, არა მხოლოდ ბელას მოვლისთვის, არამედ საკუთარი არჩევანის დასაცავად. ადამიანები არ იგებდნენ, რატომ რჩებოდა ის, მაგრამ კახისთვის ეს არ იყო შეკითხვა. ბელა იყო მისი არჩევანი, მისი სიყვარული, მისი ცხოვრება. და ის არ აპირებდა ამის შეცვლას არავისთვის. მაგრამ იყო მომენტები, როცა ტვირთი ძალიან მძიმე ხდებოდა. 1979 წელს, როცა საბჭოთა კავშირში დაიწყო ეკონომიკური კრიზისი, კახის შემოსავალი შემცირდა. მედიკამენტები, რომლებიც ბელას სჭირდებოდა, ძვირდებოდა და კახი იძულებული გახდა მიეღო დამატებითი სამუშაო. ის იწყებდა გადაღებას დილის 6 საათიდან და ამთავრებდა საღამოს 10 საათზე, შემდეგ მიდიოდა სახლში, სადაც ბელა ელოდა. ის ხშირად იყო ისეთი დაღლილი, რომ ძლივს დგებოდა ფეხზე, მაგრამ არასოდეს აჩვენა ეს ბელას. ის ყოველთვის შემოდიოდა ღიმილით, უყვებოდა სასაცილო ისტორიებს გადაღებიდან და ეხმარებოდა მას საღამოს რუტინაში. ერთ საღამოს, როცა კახი განსაკუთრებით დაღლილი იყო, ბელამ შეამჩნია მისი ხელების კანკალი. კახი, შენ ავად ხარ, უთხრა მან შეშფოთებით. არა, ბელა, მე კარგად ვარ, უპასუხა მან, მაგრამ მისი ხმა იყო სუსტი. ბელამ დაიწყო ტირილი. შენ კვდები ჩემი გამო, უთხრა მან. შენ უნდა წახვიდე, უნდა იცხოვრო თავისი ცხოვრება. კახი მიუახლოვდა მას, ჩაიჯდა მის გვერდით და ჩაეხუტა. ბელა, მე ვცხოვრობ ჩემს ცხოვრებას, უთხრა მან ჩუმად. ჩემი ცხოვრება შენთან ერთად არის. შენ გარეშე ცხოვრება არ არის ცხოვრება. ისინი იჯდნენ ასე, ჩაკრული ერთმანეთში, სანამ ბელა არ ჩაეძინა მის მკლავებში. კახი კი იჯდა და აცქერდა ბნელ ფანჯარას, ფიქრობდა იმ ცხოვრებაზე, რომელიც შეეძლო ჰქონოდა, მაგრამ არასოდეს არ ინანებდა თავის არჩევანზე. მაგრამ რა ხდებოდა იმ დღეებში, როცა კახი მარტო რჩებოდა, როცა ბელა საავადმყოფოში იყო რიგითი შემოწმებისთვის? ვინ იყო ის ადამიანი, რომელთან კახი ლაპარაკობდა, როცა მას სჭირდებოდა მხარდაჭერა? არსებობდა თუ არა ადამიანი, რომელიც ნამდვილად იგებდა მის ტკივილს, თუ კახი მთლიანად მარტო იყო ამ ბრძოლაში? 1985 წელს, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველო გახდა დამოუკიდებელი, კახისა და ბელას ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა. ეკონომიკური ქაოსი, ომები, ელექტროენერგიის ნაკლებობა, ყველაფერი ეს გახადა მათი ყოველდღიური ცხოვრება კიდევ უფრო რთული. მაგრამ კახი არ რჩივოდა. ის აგრძელებდა თავის რუტინას, თითქოს არაფერი შეცვლილიყო. როცა ელექტროენერგია არ იყო, ის ანთებდა სანთლებს და კითხულობდა ბელას წიგნებს. როცა წყალი არ იყო, ის დადიოდა ჭაბურღილამდე და მოაქვს წყალი. როცა საკვები იყო მწირი, ის უზრუნველყოფდა, რომ ბელას ყოველთვის ჰქონოდა საუკეთესო ნაწილი. მაგრამ იყო ერთი ინციდენტი, რომელიც შეცვალა ყველაფერი. 1998 წელს, როცა კახი გადაღებაზე იყო, სახლში შემოვიდა უცნობი კაცი. ის ამბობდა, რომ იყო ძველი მეგობარი და მოვიდა ბელას მოსანახულებლად. მეზობელმა, რომელიც ზრუნავდა ბელაზე კახის არყოფნისას, გაუშვა ის შიგნით. კაცი იჯდა ბელასთან დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, ლაპარაკობდა რაღაც შესახებ, რაც მეზობელმა ვერ გაიგო, შემდეგ წავიდა. როცა კახი დაბრუნდა, ბელა იყო უჩვეულოდ მდუმარე და აღელვებული. ვინ იყო ის კაცი? ჰკითხა კახიმ. ბელა დიდხანს არ პასუხობდა, შემდეგ თქვა, ის იყო ადამიანი ჩემი წარსულიდან. ის მინდოდა მეთქვა რაღაც, მაგრამ მე არ მინდა გესმოდეს. კახი არ აიძულა მას ელაპარაკა, მაგრამ ამ ინციდენტმა დატოვა ღრმა კვალი. რა უთხრა იმ კაცმა ბელას? რატომ იყო ის ასე აღელვებული? კახი არასოდეს გაიგო, რადგან ბელამ არასოდეს უთხრა და ის არ ჰკითხა. მაგრამ ამ დღის შემდეგ ბელა გახდა კიდევ უფრო მდუმარე, კიდევ უფრო ჩაფიქრებული. ის ხშირად აცქერდა ფანჯარას, თითქოს ელოდა რაღაცას ან ვიღაცას.
კახი ცდილობდა გაეხალისებინა, მაგრამ ბელა ჩანდა, რომ იყო სადღაც შორს, სადაც კახი ვერ მიაღწევდა. ერთ საღამოს 1999 წელს ბელამ საბოლოოდ ისაუბრა. კახი, მე მინდა გითხრა რაღაც, დაიწყო მან. ის კაცი, რომელიც მოვიდა, ის იყო ჩემი ყოფილი საქმროსნო. ის მინდოდა მეთქვა, რომ ის ჯერ კიდევ მიყვარს, რომ ის მზად არის წაიყვანოს მე, მოუაროს ჩემზე. კახის გული გაჩერდა. ის უყურებდა ბელას, ელოდა გაგრძელებას. მე უთხარი მას, რომ წასულიყო, განაგრძო ბელამ. მე უთხარი, რომ შენ ხარ ჩემი ქმარი, ჩემი სიყვარული, ჩემი ყველაფერი. მე უთხარი, რომ მე არ მინდა სხვა ცხოვრება, რადგან ჩემი ცხოვრება შენთან ერთად არის. კახი ჩაიხუტა ბელას და დაიწყო ტირილი. ეს იყო პირველი და ერთადერთი დრო, როცა ბელამ დაინახა კახის ტირილი. ამ მომენტიდან მათი კავშირი გახდა კიდევ უფრო ძლიერი. ისინი იცოდნენ, რომ მათ ჰქონდათ არჩევანი და ისინი აირჩიეს ერთმანეთი. ეს არ იყო იძულება, ეს არ იყო მოვალეობა, ეს იყო სიყვარული, რომელიც იყო უფრო ძლიერი ვიდრე ნებისმიერი დაავადება, ნებისმიერი სირთულე, ნებისმიერი საზოგადოების წნეხი. კახი აგრძელებდა მოვლას ბელაზე, არა იმიტომ, რომ უნდა, არამედ იმიტომ, რომ მას სურდა. ბელა აგრძელებდა ბრძოლას თავის დაავადებასთან, არა იმიტომ, რომ უნდა, არამედ იმიტომ, რომ მას სურდა იყოს კახისთვის. მაგრამ დრო არ ჩერდება არავისთვის. 2010-იანი წლების დასაწყისში ბელას მდგომარეობა დაიწყო გაუარესება. ექიმები ამბობდნენ, რომ ეს იყო მოსალოდნელი, რომ დაავადება პროგრესირებდა. კახი იცოდა, რომ დრო მცირდებოდა, მაგრამ ის არ აჩვენა ეს ბელას. ის აგრძელებდა თავის რუტინას, აგრძელებდა ღიმილს, აგრძელებდა სიყვარულის გამოხატვას ყოველ დღე, ყოველ საათში, ყოველ წუთში. ის იცოდა, რომ ყოველი მომენტი იყო ძვირფასი და ის არ აპირებდა დაკარგვა არც ერთი მათგანი. 2010-იანი წლების შუა პერიოდში, როცა ბელას მდგომარეობა კრიტიკული გახდა, კახი გადაწყვიტა გააკეთოს რაღაც, რაც არასოდეს გაუკეთებია. მან მოიწვია ყველა ახლო ადამიანი, ყველა მეგობარი, ყველა ოჯახის წევრი და მოაწყო პატარა დღესასწაული სახლში. ბელა იყო გაოცებული და ბედნიერი. კახიმ წამოდ გადათქვა, მე მინდა ყველას მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ამ ყველა წელიწადში. მაგრამ ყველაზე მეტად მინდა მადლობა გადაუხადო ბელას, რომ მომცა ყველაზე დიდი საჩუქარი, სიყვარული. ბელა, შენ ხარ ჩემი ცხოვრება, ჩემი სული, ჩემი ყველაფერი. და მე ვარ ყველაზე ბედნიერი კაცი ამ ქვეყანაზე, რადგან შენ ხარ ჩემი ცოლი. ყველა ტიროდა, მათ შორის ბელა, რომელიც უყურებდა კახის და ხედავდა იმ კაცს, რომელსაც შეუყვარდა 1961 წელს და რომელიც არასოდეს შეცვლილა. მაგრამ რა მოხდება შემდეგ? როგორ გაუძლებს კახი იმ დღეს, როცა ბელა აღარ იქნება? რა დარჩება მას, როცა ის დაკარგავს ერთადერთ ადამიანს, რომლისთვისაც ცხოვრობდა? ეს არის შეკითხვები, რომლებზეც პასუხები მოვა მომდევნო თავებში, მაგრამ ერთი რამ უკვე ცხადია, კახი კავსაძის სიყვარული იყო რეალური, იყო ძლიერი, იყო მარადიული. და ეს სიყვარული შთააგონებს ადამიანებს დღესაც, როცა ისინი ეძებენ იმედს ამ ქაოტურ სამყაროში. მაგრამ იყო ერთი ადგილი, სადაც კახი მიდიოდა, როცა ტვირთი ძალიან მძიმე ხდებოდა, ადგილი, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა 2010-იანი წლების ბოლომდე. პატარა ეკლესია მთაწმინდის ძირში, რომელიც თითქმის ყოველთვის იყო ცარიელი, გახდა კახის საიდუმლო თავშესაფარი. მღვდელი, მოხუცი მამა გიორგი, რომელიც იქ მსახურობდა 50 წლის განმავლობაში, მოგვიანებით გაიხსენებდა, კახი მოდიოდა ღამის 2-3 საათზე, როცა ფიქრობდა, რომ არავინ ხედავდა. ის იჯდა უკანა მწკრივში, ხელები თავზე მიკრული და ტიროდა ისე, რომ მთელი ეკლესია ირხეოდა მისი სულის ტკივილისგან. მამა გიორგი არასოდეს უახლოვდებოდა მას, არასოდეს ეკითხებოდა, მხოლოდ ანთებდა სანთელს და ლოცულობდა ჩუმად. ერთ ღამეს 2011 წელს, როცა ბელას მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო, კახი დარჩა ეკლესიაში გამთენიამდე. როცა მზე ამოვიდა, მამა გიორგი მიუახლოვდა მას და ჩუმად უთხრა, შვილო, ღმერთმა იცის შენი გული. შენ არ ხარ მარტო ამ ტვირთში. კახი მაიხედა მასზე ცრემლიანი თვალებით და უთხრა, მამაო, მე ვეღარ ვხედავ მას ტანჯვაში. მე ვევედრები ღმერთს წაიყვანოს ის, მაგრამ შემდეგ ვშიშობ, რომ როცა ის წავა, მეც წავალ. მამა გიორგიმ კი მხოლოდ თქვა, სიყვარული, შვილო, არის ყველაზე დიდი ლოცვა. და შენი სიყვარული უკვე გადაარჩინა ბელას 1000-ჯერ. რატომ მალავდა კახი ამ ღამის ვიზიტებს? რას ეძებდა ის იმ ცარიელ ეკლესიაში, რასაც ვერ პოულობდა საკუთარ სახლში? რა ძალა აიძულებდა მას, დაბრუნებულიყო ყოველ დილას ღიმილით, თითქოს არაფერი მომხდარიყო?
2012 წელს, როცა საქართველოში ეკონომიკა ნელ-ნელა იწყებდა გაუმჯობესებას, კახის ძველმა კოლეგებმა შესთავაზეს მას მთავარი როლი ახალ დიდ ფილმში. ეს იყო როლი, რომელიც შეეძლო დაებრუნებინა მას ყველა ის, რაც დაკარგა წლების განმავლობაში: ფული, დიდება, აღიარება. გადაღება უნდა მომხდარიყო ბათუმში 3 თვის განმავლობაში. კახიმ უარი თქვა. რეჟისორი, რომელიც იყო მისი ძველი მეგობარი, ჩამოვიდა პირადად მის სახლში, რომ დაერწმუნებინა. კახი, ეს არის შენი უკანასკნელი შანსი, უთხრა მან. შენ ხარ 50 წლის, შენ ჯერ კიდევ შეგიძლია იყო დიდი მსახიობი. მაგრამ თუ შენ უარ სიტყვი ამაზე, ეს არის დასასრული. კახი მხოლოდ აიხედა ბელაზე, რომელიც იჯდა საინვალიდო ეტლში ფანჯრის წინ და უთხრა რეჟისორს: მე უკვე ვარ დიდი მსახიობი. მე ვთამაშობ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ჩემს ცხოვრებაში, ერთგული ქმრის როლს. და ეს როლი არ სრულდება 3 თვეში, ეს როლი გრძელდება სიცოცხლის ბოლომდე. რეჟისორი წავიდა და კახი დარჩა ბელასთან. მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ ჰქონდა შედეგები, რომლებზეც კახი არ ლაპარაკობდა. კინოინდუსტრიაში დაიწყო ჩურჩული, რომ კახი კავსაძე დასრულდა, რომ ის აღარ იყო საიმედო. შემოთავაზებები შეწყდა. ტელეფონი, რომელიც ადრე რეოდა ყოველ დღე, გაჩუმდა. კახი გახდა დავიწყებული გადაწერილი ისტორიიდან, რომელსაც თავად ეწერა. მაგრამ ის არ ჩივოდა, არ ინანებდა. ის აგრძელებდა თავის რუტინას, თითქოს არაფერი შეცვლილიყო. დილით ის აღვიძებდა ბელას, აბანავდა, აჭმევდა საუზმეს. შუადღისას ის ამზადებდა სადილს, კითხულობდა მას გაზეთებს, უყვებოდა ახალ ამბებს. საღამოს ის უყურებდა მასთან ერთად ტელევიზორს, ეხმარებოდა მას საწოლში ჩაწოლაში და ყოველთვის ეუბნებოდა: ბელა, შენ ხარ ყველაზე ლამაზი ქალი ამ ქვეყანაზე. ბელა კი უყურებდა მას და ხედავდა იმ კაცს, რომელსაც შეუყვარდა ახალგაზრდობაში, კაცს, რომელიც არასოდეს შეცვლილა, არასოდეს დაუღალავს, არასოდეს უღალატა. 2014 წელს მოხდა რაღაც, რაც შეცვალა მათი ურთიერთობის დინამიკა. ბელას ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა და ექიმებმა რეკომენდაცია გაუწიეს, რომ ის გადაეყვანათ სპეციალიზებულ დაწესებულებაში, სადაც მას ექნებოდა 24 საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობა. კახიმ უარი თქვა. ბელა დარჩება სახლში, ჩემთან ერთად, უთხრა მან ექიმებს. მე ვიზრუნებ მასზე. ექიმები ცდილობდნენ აეხსნათ, რომ ეს იყო ძალიან რთული, რომ კახის ჯანმრთელობაც საფრთხეში იყო, მაგრამ კახი არ უსმენდა. ის დაიქირავა კერძო მედდა, რომელიც მოდიოდა დღეში 2 ჯერ, მაგრამ ძირითადი მოვლა კვლავ კახის მხრებზე იყო. ის სწავლობდა, როგორ გაეკეთებინა ინექციები, როგორ შეეცვალა კათეტერები, როგორ გაუმკლავებულიყო სამედიცინო გართულებებს. ის გახდა ექიმი, მედდა, ზარეული, დამლაგებელი, ყველაფერი ერთდროულად. მისი ხელები, რომლებიც ოდესღაც ეკრანზე აჩვენებდა ემოციებს, ახლა აკეთებდნენ ყველაზე ინტიმურ და რთულ სამუშაოს, ინახავდნენ სიცოცხლეს. მაგრამ იყო ერთი ღამე, რომელიც თითქმის დაასრულა ყველაფერი. 2015 წლის თებერვალში, როცა თბილისში იყო ძალიან ცივი, ბელას დაუწყო მწვავე სასუნთქი პრობლემები. კახიმ დარეკა სასწრაფო დახმარებაში, მაგრამ თოვლის გამო მანქანა ვერ მოვიდა 2 საათის განმავლობაში. ამ 2 საათის განმავლობაში კახი აკეთებდა ყველაფერს, რაც შეეძლო, აკეთებდა ხელოვნურ სუნთქვას, ლოცულობდა, ტიროდა, ევედრებოდა ღმერთს, არ წაიყვანა ბელა. როცა საბოლოოდ სასწრაფო დახმარება მოვიდა, ბელა იყო უგონო მდგომარეობაში. მას წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ის დარჩა ინტენსიურ თერაპიაში 1 კვირის განმავლობაში. კახი არ გასულა საავადმყოფოდან ამ მთელი კვირის განმავლობაში. ის იჯდა დერეფანში, ელოდა, ლოცულობდა, ტიროდა. ექიმები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ, რომ წასულიყო სახლში, დაესვენა, მაგრამ კახი არ მოძრაობდა. მე არ წავალ, სანამ ბელა არ გამოვა, ამბობდა ის. როცა ბელა საბოლოოდ გამოვიდა კომიდან, პირველი, რაც დაინახა, იყო კახის სახე, დაღლილი, ცრემლიანი, მაგრამ ღიმილით. ბელა, შენ დაბრუნდი, უთხრა მან. მე იცოდი, რომ შენ დაბრუნდებოდი. ბელამ კი მხოლოდ შეეძლო ჩაეჩურჩულებინა. კახი, შენ ჩემი ანგელოზი ხარ. ამ ინციდენტის შემდეგ რაღაც შეიცვალა მათ შორის. ბელა გახდა უფრო მშვიდი, უფრო მიღებული თავისი ბედით. ის აღარ ტიროდა ღამით, აღარ ევედრებოდა ღმერთს, წაიყვანა. ის უბრალოდ ცხოვრობდა ყოველ დღეს, ყოველ მომენტს კახისთან ერთად, თითქოს ეს იყო საჩუქარი, რომელიც არ უნდა დაკარგულიყო. კახი კი აგრძელებდა თავის მოვლას, მაგრამ ახლა ის აკეთებდა ამას უფრო მსუბუქად, უფრო ბედნიერად, თითქოს იცოდა, რომ ყოველი დღე იყო გამარჯვება, ყოველი ღიმილი იყო ჯილდო, ყოველი მე შენ მიყვარხარ იყო სასწაული.
ისინი იცხოვრეს ასე კიდევ რამდენიმე წელი-წლები, რომლებიც იყო სავსე სიყვარულით, ტკივილით, ბედნიერებით და ტრაგედიით, მაგრამ ყოველთვის ერთად. მაგრამ რა ხდებოდა იმ მომენტებში, როცა კახი მარტო რჩებოდა თავის ფიქრებთან? როცა ის აცქერდა ბელას მძინარე სახეს და ფიქრობდა იმ ცხოვრებაზე, რომელიც შეეძლო ჰქონოდა? არსებობდა თუ არა მომენტები, როცა ის ინანებდა თავის არჩევანზე, როცა ის ფიქრობდა, რომ შეიძლება სხვაგვარად უნდა ყოფილიყო? ეს არის შეკითხვები, რომლებზეც პასუხები შეიძლება არასოდეს ვიცოდეთ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: კახი კავსაძემ გააკეთა არჩევანი, რომელიც შთააგონებს ადამიანებს დღესაც, არჩევანი, რომელიც აჩვენებს, რომ ნამდვილი სიყვარული არის არა სიტყვები, არამედ ქმედებები, არა დაპირებები, არამედ მსხვერპლი, არა ემოციები, არამედ ერთგულება. 2018 წელს, როცა კახი უკვე იყო 70 წლის, მოხდა რაღაც, რაც გახდა ლეგენდა თბილისის ძველ უბნებში. ერთ საღამოს, როცა კახი აბანავდა ბელას, მოულოდნელად გაითიშა ელექტროენერგია. სახლი ჩაფლული იყო სიბნელეში და ბელა, რომელიც იჯდა საბანაოში, დაიწყო პანიკა. კახიმ ჩუმად დაიწყო სიმღერა, ის სიმღერა, რომელიც ბელას ყველაზე მეტად უყვარდა, სულიკო. მისი ხმა, რომელიც წლების განმავლობაში გახდა უფრო ღრმა და უფრო ემოციური, ავსებდა სიბნელეს, აქცევდა მას რაღაც ჯადოსნურად. ბელა ჩუმდებოდა, უსმენდა და ცრემლები ჩამოსდიოდა მის ლოცებზე. როცა კახიმ დაასრულა სიმღერა, ბელამ უთხრა: კახი, შენ ხარ ჩემი სულიკო. შენ ხარ ჩემი ყველაფერი. კახიმ ჩაეხუტა მას სიბნელეში და უთხრა: ბელა, შენ ხარ ჩემი სიმღერა. შენ გარეშე ჩემი ხმა არ არსებობს. ისინი იჯდნენ ასეთ ჩაკრული ერთმანეთში სიბნელეში, სანამ ელექტროენერგია არ დაბრუნდა. მეზობელმა, რომელმაც მოისმინა ეს სიმღერა თავისი ბინიდან, მოგვიანებით იხსენებდა: ეს იყო ყველაზე ლამაზი რამ, რაც ოდესმე მსმენია. არა იმიტომ, რომ კახის ხმა იყო კარგი, არამედ იმიტომ, რომ მასში იყო ისეთი სიყვარული, ისეთი ტკივილი, ისეთი ერთგულება, რომ შეუძლებელი იყო არ ეტირა. მაგრამ ამ პერიოდში, როცა კახი და ბელა ცხოვრობდნენ თავიანთ პატარა სამყაროში, გარე სამყარო იცვლებოდა. ახალი თაობა, რომელიც არ იცნობდა კახის ფილმებს, არ იცოდა მისი ისტორია, იწყებდა დომინირებას. სოციალურ ქსელებში, რომლებიც ხდებოდა ახალი რეალობა, კახი კავსაძე არ არსებობდა. ის იყო მოხუცი კაცი, რომელიც ცხოვრობდა ძველ სახლში, ძველ უბანში და რომელსაც არავინ აღარ იცნობდა. მაგრამ იყო ერთი ახალგაზრდა ჟურნალისტი, ნინო ბერიძე, რომელმაც შემთხვევით გაიგო კახის ისტორია. ის მუშაობდა ერთ-ერთ ონლაინ გამოცემაში და ეძებდა ისტორიას, რომელიც შეეძლო შეეხო ადამიანების გულებს. როცა მან გაიგო კახისა და ბელას ისტორია, გადაწყვიტა, რომ ეს იყო ის, რაც ეძებდა. ის დარეკა კახის სახლში და სთხოვა ინტერვიუ. კახიმ თავდაპირველად უარი თქვა. ჩვენი ისტორია არის პირადი, უთხრა მან. ეს არ არის საჯარო მოხმარებისთვის. მაგრამ ნინო არ დანებდა. ის ყოველდღე რეკავდა, ყოველდღე ევედრებოდა, სანამ საბოლოოდ კახი არ დათანხმდა. ინტერვიუ მოხდა 2019 წლის გაზაფხულზე, კახის სახლში. ნინო მოვიდა კამერასთან ერთად, მაგრამ როცა შევიდა სახლში და დაინახა კახი და ბელა, რაღაც შეიცვალა მასში. ის დაინახა არა ისტორია, რომელიც უნდა გაეთქვა, არამედ წმინდა რაღაც, რაც უნდა პატივი ეცა. ინტერვიუ გაგრძელდა 2 საათის განმავლობაში. კახი ლაპარაკობდა მშვიდად ღიმილით, თითქოს ყვებოდა ყველაზე ბუნებრივ რამეზე მსოფლიოში. ის ყვებოდა, როგორ შეხვდა ბელას, როგორ შეუყვარდა, როგორ გადაწყვიტა დარჩენილიყო მასთან, როცა ის დაავადდა. ის ყვებოდა ყოველდღიურ რუტინაზე, სირთულეებზე, მაგრამ ყოველთვის ხაზს უსვამდა: ეს არ არის მსხვერპლი. ეს არის სიყვარული. და სიყვარული არასოდეს არის მსხვერპლი. ბელა იჯდა მის გვერდით, უსმენდა და ღიმილობდა. როცა ნინომ ჰკითხა მას, რას გრძნობდა, ბელამ უთხრა: მე ვგრძნობ თავს ყველაზე ბედნიერ ქალად ამ ქვეყანაზე. რადგან მე მყავს კახი. და კახი არის ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება: სიყვარული, ერთგულება, სიძლიერე. როცა ინტერვიუ გამოქვეყნდა, ის გახდა ვირუსული. ადამიანები იზიარებდნენ მას სოციალურ ქსელებში, წერდნენ კომენტარებს, ტიროდნენ, იგზავნიდნენ მესიჯებს. კახის სახლის კარი დაიწყო რეკვა, ადამიანები მოდიოდნენ, რომ შეხვედროდნენ მას, რომ მადლობა გადაეხადათ, რომ ეთქვათ, რომ მათ შთააგონა. კახი იყო გაოცებული და ოდნავ დაბნეული. მე არაფერი განსაკუთრებული არ გავაკეთე, ამბობდა ის. მე უბრალოდ ვიყავი ქმარი, რომელიც უვლის თავის ცოლს. მაგრამ ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ იმ შიშში, რომ მათი პარტნიორები მიატოვებდნენ მათ, როცა სირთულეები მოვიდოდა, კახის ისტორია იყო იმედი, იყო მტკიცებულება, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს. მაგრამ ამ ყველაფერს ჰქონდა მოულოდნელი შედეგი.
ერთ დღეს 2020 წელს კახის სახლში მოვიდა ქალი, რომელიც წარმოადგენდა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც მუშაობდა ინვალიდების უფლებებზე. მან სთხოვა კახის გამხდარიყო მათი ელჩი, გამხდარიყო სახე, რომელიც წარმოადგენდა იმ ადამიანებს, რომლებიც უვლიან თავიან თავად ახლობლებს. კახიმ უარი თქვა. მე არ ვარ ელჩი, უთხრა მან. მე ვარ უბრალოდ ქმარი. მაგრამ ქალი არ დანებდა. მან აუხსნა, რომ კახის ისტორია შეეძლო შეეცვალა ათასობით ადამიანის ცხოვრება, შეეძლო შთააგონა მათ, არ დანებებულიყვნენ. საბოლოოდ, ბელამ დაარწმუნა კახი, რომ დათანხმებულიყო. კახი, თუ ჩვენი ისტორია შეუძლია დაეხმაროს ერთ ადამიანს მაინც, მაშინ ღირს, უთხრა მან. კახი დათანხმდა, მაგრამ ერთი პირობით, მე არ ვიქნები ელჩი. მე ვიქნები მოწმე. მოწმე იმისა, რომ სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ძალა ამ ქვეყანაზე. შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში კახი გახდა ცნობილი არა როგორც მსახიობი, არამედ როგორც სიმბოლო. ადამიანები იწყებდნენ მის ამბის მოყოლას როგორც მაგალითს, როგორ უნდა იყოს ადამიანი. მაგრამ კახისთვის ეს ყველაფერი იყო მეორეხარისხოვანი. მისთვის მთავარი იყო ბელა, მისი ჯანმრთელობა, მისი ბედნიერება. ის აგრძელებდა თავის რუტინას, თითქოს არაფერი შეცვლილიყო. დილით ის აღვიძებდა ბელას, აბანავდა, აჭმევდა საუზმეს. შუადღისას ის ამზადებდა სადილს, კითხულობდა მას წიგნებს, უყვებოდა ახალ ამბებს. საღამოს ის უყურებდა მასთან ერთად ტელევიზორს, ეხმარებოდა მას საწოლში ჩაწოლაში და ყოველთვის ეუბნებოდა, ბელა, შენ ხარ ყველაზე ლამაზი ქალი ამ ქვეყანაზე. და ბელა, რომელიც ახლა უკვე იყო ძალიან სუსტი, ძლივს შეეძლო ლაპარაკი, მაინც პასუხობდა, კახი, შენ ხარ ჩემი ცხოვრება. მაგრამ დრო არ ჩერდება არავისთვის. 2021 წელს ბელას მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. ექიმები ამბობდნენ, რომ ეს იყო საბოლოო ეტაპი, რომ დრო მცირდებოდა. კახი იცოდა ამას, მაგრამ ის არ აჩვენა ეს ბელას. ის აგრძელებდა თავის რუტინას, აგრძელებდა ღიმილს, აგრძელებდა სიყვარულის გამოხატვას ყოველ დღე, ყოველ საათში, ყოველ წუთში. ის იცოდა, რომ ყოველი მომენტი იყო ძვირფასი და ის არ აპირებდა დაკარგვა არც ერთი მათგანი. მაგრამ ღამით, როცა ბელა ეძინა, კახი იჯდა სამზარეულოში, აცქერდაბნელ ფანჯარას და ფიქრობდა იმ დღეზე, როცა ბელა აღარ იქნებოდა. როგორ გაუძლებდა ის? როგორ იცხოვრებდა ის ბელას გარეშე? ეს იყო შეკითხვები, რომლებზეც პასუხები მას არ ჰქონდა, მაგრამ ის იცოდა ერთი რამ, ბელა ყოველთვის იქნებოდა მის გულში, მის სულში, მის ყოველ სუნთქვაში. რა მოხდება, როცა ის დღე საბოლოოდ მოვა? როგორ შეძლებს კახი გააგრძელოს ცხოვრება ბელას გარეშე? რა დარჩება მას, როცა ის დაკარგავს ერთადერთ ადამიანს, რომლისთვისაც ცხოვრობდა? ეს არის შეკითხვები, რომლებზეც პასუხები მოვა მომდევნო თავებში, მაგრამ ერთი რამ უკვე ცხადია, კახი კავსაძის სიყვარული არის არა მხოლოდ ისტორია, არამედ გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ნამდვილი სიყვარული არის არა სიტყვები, არამედ ქმედებები, არა დაპირებები, არამედ მსხვერპლი, არა ემოციები, არამედ ერთგულება, რომელიც გრძელდება სიცოცხლის ბოლომდე და მის შემდეგაც. 2021 წლის ზაფხულს, როცა თბილისი იხრჩობოდა სიცხეში და ქუჩებში ჰაერი თითქოს გაქოვებული იყო, კახის სახლში მოვიდა კაცი, რომელმაც თან მოიტანა ძველი ჩემოდანი, დაფარული მტვრით და დროის ნიშნებით. ეს იყო გიორგი კავსაძე, კახის უფროსი ძმა, რომელიც არ ყოფილა თბილისში 15 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც კახიმ გააძევა სახლიდან ბელაზე უხამსი სიტყვების გამო. გიორგი დადგა კარებთან ჩემოდანი ხელში და ძლივს ამოიცნო ის სახლი, სადაც ბავშვობა გაატარა, ფასადი გაპობილი იყო, ღობე დახრილი, ეზოში ბალახი გაზრდილი. მან დააკაკუნა და როცა კახიმ გააღო კარი, ორივე ძმა გაშეშდა, გიორგი დაინახა მოხუცი, გამხდარი კაცი, რომლის თვალებში იყო ისეთი ღრმა დაღლილობა, რომ თითქოს მთელი სამყაროს ტვირთი ეზიდა მხრებზე, ხოლო კახიმ დაინახა ძმა, რომელიც ასევე მოხუცდა, მაგრამ რომლის თვალებში იყო რაღაც სხვა, შიში, სინანული, ტკივილი. კახი, მე მოვედი, რომ ბოდიში მოვიხადო, თქვა გიორგიმ და მისი ხმა კანკალებდა. მე მოვედი, რომ ვთქვა, რომ შენ იყავი მართალი და მე ვიყავი სულელი. მე მოვედი, რომ ვთქვა, რომ შენ ხარ ყველაზე დიდი კაცი, რომელიც ოდესმე მინახავს. კახი დგას და უყურებს ძმას და მის თვალებში ჩნდება ცრემლები, მაგრამ ის არაფერს ამბობს, მხოლოდ ხსნის ხელებს და ეხუტება გიორგის და ორივე ძმა დგას კარებთან, ჩაკრული ერთმანეთში, ტირის და ეს ტირილი არის არა მხოლოდ შეხვედრის ტირილი, არამედ ყველა იმ წლის ტირილი, რომლებიც დაკარგეს ერთმანეთისგან. რატომ დაბრუნდა გიორგი ახლა, ამ კონკრეტულ მომენტში? რა იყო იმ ჩემოდანში, რომელიც მან მოიტანა? რა საიდუმლოება ინახებოდა მის გულში, რომელიც მას არ აძლევდა მშვიდობას ამდენი წლის განმავლობაში?
გიორგი შევიდა სახლში და დაინახა ბელა, რომელიც იჯდა საინვალიდო ეტლში ფანჯრის წინ და რაღაც მოხდა მასში. მთელი მისი ამპარტავნება, მთელი მისი დარწმუნებულობა, რომ ის იცოდა როგორ უნდა ცხოვრებულიყო, გაქრა ერთ წამში. ის დაინახა ქალი, რომელიც იყო ძალიან სუსტი, ძალიან მოხუცებული, მაგრამ რომლის თვალებში იყო ისეთი სიმშვიდე, ისეთი ღირსება, რომ გიორგიმ გრძნო, რომ დგას წმინდა ადამიანის წინაშე. ბელა, მე მოვედი, რომ ბოდიში მოვიხადო, თქვა მან და მუხლებზე დაეცა მის წინაშე. მე ვთქვი საშინელი სიტყვები შენზე, მე ვცადე გამეყო შენ და კახი, მე ვიყავი ბრმა და სულელი. შენ ხარ წმინდა ქალი და კახი არის წმინდა კაცი და მე ვიყავი ეშმაკი, რომელიც ცდილობდა დაენგრია თქვენი სიყვარული. ბელამ გაიგიმა, გაიცვდინა ხელი და შეეხო გიორგის თავს. გიორგი, ყველას აქვს უფლება შეცდომაზე, თქვა მან ჩუმად. თავარია, რომ შენ მოხვედი. თავარია, რომ შენ და კახი კვლავ ძმები ხართ. გიორგი ტიროდა ისე, რომ მთელი მისი სხეული კანკალებდა და კახი დგას მის უკან, ხელი მის მხარზე და ის ასევე ტირის, მაგრამ ეს არის ბედნიერების ცრემლები იმისა, რომ ოჯახი კვლავ ერთად არის. გიორგიმ გააღო ჩემოდანი და იქიდან ამოიღო ძველი ფოტოალბომი, წერილების პაკეტი და პატარა ყუთი. ეს არის ყველაფერი, რაც დარჩა დედისგან, თქვა მან. მე ვინახე ეს მოსკოვში, მაგრამ ახლა მე მინდა, რომ შენ გქონდეს კახი. დედა ყოველთვის ამბობდა, რომ შენ იყავი მისი საყვარელი შვილი, რადგან შენ გქონდა ყველაზე დიდი გული. კახიმ გააღო ალბომი და დაინახა ფოტოები თავისი ბავშვობიდან, ფოტოები დედასთან, მამასთან, გიორგისთან. ის დაინახა ფოტოს, სადაც ის იყო 10 წლის და ის იჯდა დედის კალთაში და დედა უყურებდა მას ისეთი სიყვარულით, რომ კახიმ გრძნო როგორ ბზვის მისი გული. დედა იცოდა, თქვა გიორგიმ. ის იცოდა, რომ შენ იქნებოდი ის, ვინც არასოდეს მიატოვებდა ადამიანს, რომელსაც უყვარდა. ის იცოდა, რომ შენ იქნებოდა ის, ვინც იბრძოლებდა ბოლომდე. და ის ამაყობდა შენით, კახი. ის ამაყობდა შენით უფრო ვიდრე ნებისმიერი დედა ამაყობდა თავისი შვილით. კახი კითხულობს წერილებს, რომლებიც დედამ დაწერა მისთვის, მაგრამ რომლებიც გიორგიმ არასოდეს გადასცა და ყოველ წერილში დედა წერს იმავე რამეზე, კახი, ჩემო შვილო, შენ გაქვს განსაკუთრებული გული. შენ გაქვს გული, რომელიც შეუძლია უყვარდეს ისე, როგორც ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია. არასოდეს დაკარგო ეს გული, არასოდეს გაქვავდე, არასოდეს გახდე ისეთი, როგორც სხვები. შენ ხარ განსაკუთრებული და სამყარო საჭიროებს შენს სიყვარულს. ამ ვიზიტის შემდეგ გიორგი დარჩა თბილისში. მან იქირავა პატარა ბინა კახის სახლის ახლოს და დაიწყო ყოველდღიური ვიზიტები. ის ეხმარებოდა კახის ბელას მოვლაში, ეხმარებოდა სახლის საქმეებში, ეხმარებოდა ყველაფერში, რაშიც შეეძლო. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ის აძლევდა კახის რაღაცას, რაც მას არ ჰქონდა წლების განმავლობაში, ადამიანს, რომელთანაც შეეძლო ელაპარაკა, ადამიანს, რომელიც იგებდა მის ტკივილს, მის შიშებს, მის იმედებს. ერთ საღამოს, როცა ბელა ეძინა, კახი და გიორგი იჯდნენ ეზოში, სვამდნენ ღვინოს და ლაპარაკობდნენ. გიორგი, მე ვშიშობ, თქვა კახი მოეცრად. მე ვშიშობ იმ დღისა, როცა ბელა წავა. მე არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო მის გარეშე. ბელა არის ჩემი სუნთქვა, ჩემი გული, ჩემი ყველაფერი. როცა ის წავა, მეც წავალ. გიორგიმ ჩაეხუტა ძმას და უთხრა, კახი, შენ არ წახვალ. შენ იცხოვრებ, რადგან ბელა იქნება შენში. ის იქნება შენს ყოველ სუნთქვაში, შენს ყოველ გულისცემაში, შენს ყოველ ფიქრში. და შენ იცხოვრებ, რადგან შენი სიყვარული არის ისეთი ძლიერი, რომ ის არასოდეს მოკვდება, არც ბელას სიკვდილის შემდეგ. მაგრამ იყო რაღაც, რაც გიორგი არ უთხრა კახის, რაღაც, რაც მან იცოდა, მაგრამ ინახავდა როგორც საიდუმლოს. გიორგი იცოდა, რომ ბელას დრო ძალიან მცირე იყო, რადგან ის ესაუბრა ექიმებს და ექიმებმა უთხრეს, რომ ბელას დარჩა მაქსიმუმ რამდენიმე თვე. გიორგიმ გადაწყვიტა, რომ ამ დროის განმავლობაში ის გააკეთებდა ყველაფერს, რომ კახისა და ბელას ბოლო დღეები იყოს ყველაზე ლამაზი, ყველაზე ბედნიერი. ის იწყებდა მოდიოდა ყოველ დილას, მოაქვს ახალი ყვავილები ბელასთვის, მოაქვს ახალი წიგნები, მოაქვს ახალი ამბები. ის უყვებოდა მათ ისტორიებს თავისი ცხოვრებიდან, ისტორიებს მოსკოვიდან, ისტორიებს იმ ადამიანებიდან, რომლებიც იცნობდა. ის აკეთებდა ყველაფერს, რომ სახლში ყოფილიყო სიცოცხლე, სიხარული, სიყვარული. და კახი ხედავდა ამას და იყო მადლიერი, იყო ბედნიერი, რომ მისი ძმა დაბრუნდა, რომ ის აღარ იყო მარტო ამ ბრძოლაში. 2022 წლის გაზაფხულზე, როცა თბილისი იღვიძებდა ზამთრის ძილიდან და ხეები იწყებდნენ ყვავილობას, ბელას მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. ის აღარ შეეძლო ლაპარაკი, აღარ შეეძლო მოძრაობა, აღარ შეეძლო თვალების გახსნა. მაგრამ კახი იცოდა, რომ ის ისევ იყო იქ, რომ ის ისევ ისმენდა, რომ ის ისევ გრძნობდა.
ის აგრძელებდა ლაპარაკს მასთან, აგრძელებდა კითხვას მისთვის, აგრძელებდა სიმღერას მისთვის. ის აგრძელებდა ყოველდღიურ რუტინას, აბანავდა მას, ავლებდა მას, ეხმარებოდა მას ყველაფერში. და ყოველ საღამოს, როცა ის აწვენდა მას საწოლში, ის ეხუტებოდა მას და ჩურჩულებდა: ბელა, შენ ხარ ყველაზე ლამაზი ქალი ამ ქვეყანაზე. შენ ხარ ჩემი სიყვარული, ჩემი სიცოცხლე, ჩემი ყველაფერი. და მე ყოველთვის ვიქნები შენთან, ყოველთვის, სანამ ჩემი გული იცემს. და ბელა, რომელიც აღარ შეეძლო პასუხის გაცემა, მაინც გრძნობდა ამ სიტყვებს, გრძნობდა ამ სიყვარულს, გრძნობდა ამ ერთგულებას, რომელიც იყო უფრო ძლიერი ვიდრე სიკვდილი. ერთ საღამოს, როცა კახი იჯდა ბელას გვერდით და უჭერდა ხელს, ბელამ უეცრად გააღო თვალები. ეს იყო პირველი დრო 2 კვირის განმავლობაში, როცა მან გააღო თვალები. ის უყურებდა კახის და მის თვალებში იყო რაღაც, რაც კახიმ არასოდეს დაინახა: სიმშვიდე, მიღება, მზადყოფნა. კახი, ჩაჩურჩულა მან ძლივს გასაგონად. კახი, მე მზად ვარ. მე მზად ვარ წასვლას. მაგრამ მე არ წავალ, სანამ შენ არ მომპირდები, რომ შენი ცხოვრებ. მომპირდი, რომ შენი ცხოვრებ, რომ შენ იქნები ბედნიერი, რომ შენი პოვი მიზეზს გააგრძელო. კახი ტიროდა ისე, რომ მთელი მისი სხეული კანკალებდა. ბელა, მე არ შემიძლია. მე არ შემიძლია ვიცხოვრო შენ გარეშე. მაგრამ ბელამ გაიგიმა ის ღიმილი, რომელიც კახის ასე უყვარდა და უთხრა: კახი, შენ შეგიძლია. შენ შეგიძლია, რადგან შენ ხარ ყველაზე ძლიერი კაცი, რომელიც მე ვიცნობ. შენ შეგიძლია, რადგან ჩვენი სიყვარული არის ისეთი ძლიერი, რომ ის არასოდეს მოკვდება. მომპირდი, კახი. მომპირდი, რომ შენი ცხოვრებ. და კახი მცრემლებით სავსე თვალებით დახპირდა: მე გპირდები, ბელა. მე გპირდები, რომ მე ვიცხოვრებ. მე გპირდები, რომ მე ვიქნები ბედნიერი. მე გპირდები, რომ მე ვიპოვი მიზეზს გავაგრძელო. მაგრამ შენ ყოველთვის იქნები ჩემთან, ყოველთვის ჩემს გულში, ყოველთვის ჩემს სულში. ბელამ დახუჭა თვალები და ის ღიმილი კვლავ იყო მის სახეზე და კახი იცოდა, რომ ეს იყო ბოლო, რომ ეს იყო დამშვიდობება, რომ ეს იყო დასასრული ერთი ეპოქისა და დასაწყისი სხვა ეპოქისა. მაგრამ რა მოხდება შემდეგ? როგორ შეძლებს კახი შეასრულოს თავისი დაპირება? როგორ შეძლებს ის იცხოვროს ბელას გარეშე, როცა ბელა იყო მისი მთელი ცხოვრება? რა ძალა აიძულებს მას გააგრძელოს, როცა ყველაფერი, რისთვისაც ის ცხოვრობდა, აღარ იქნება? ეს არის შეკითხვები, რომლებზეც პასუხები ელოდება, მაგრამ ერთი რამ უკვე ცხადია: კახი კავსაძის ისტორია არ სრულდება ბელას სიკვდილით, ის გრძელდება, რადგან ნამდვილი სიყვარული არასოდეს კვდება, ის ცხოვრობს იმ ადამიანებში, რომლებიც რჩებიან, ცხოვრობს იმ მოგონებებში, რომლებიც ინახება, ცხოვრობს იმ გაკვეთილებში, რომლებიც გადაეცემა თაობიდან თაობას. 2022 წლის აპრილის 25 დღეს, როცა თბილისი იყო სავსე ვაშლის ყვავილების სურნელით და ცა იყო ისეთი ლურჯი, რომ თითქოს ღმერთი თავად დახატა, ბელა მირიანაშვილი კავსაძე დატოვა ეს სამყარო. ის წავიდა ჩუმად მშვიდად კახის ხელებში, ისევე როგორც ცხოვრობდა, ღირსეულად სიყვარულით გარშემორტყმული, არასოდეს მარტო. კახი იჯდა მის გვერდით, უჭერდა ხელს და როცა მან იგრძნო, რომ ბელას გული შეწყვიტა ცემა, მან არ დაიძახა, არ დაიწყო ტირილი, არ დაიწყო ყვირილი. ის უბრალოდ ჩაეხუტა მას, აკოცა მის შუბლი და ჩაჩურჩულა: ბელა, ჩემო სიყვარულო, ჩემო სიცოცხლეო, ჩემო ყველაფერო, წადი მშვიდობით. წადი იქ, სადაც აღარ არის ტკივილი, აღარ არის ტანჯვა, აღარ არის ცრემლები. წადი და დაელოდე მე. მე მალე მოვალ, მაგრამ ჯერ მე უნდა შევასრულო ჩემი დაპირება. მე უნდა ვიცხოვრო, რადგან შენ მთხოვე. მე უნდა ვიქნე ბედნიერი, რადგან შენ მთხოვე. მე უნდა ვიპოვო მიზეზი გავაგრძელო, რადგან შენ მთხოვე. და მე ვიცხოვრებ, ბელა, მე ვიცხოვრებ შენთვის, შენი სახელით, შენი სიყვარულის სახელით. გიორგი, რომელიც იდგა კარებთან, ხედავდა ამ სცენას და ტიროდა არა მხოლოდ ბელას გამო, არამედ კახის გამო, რადგან ის იცოდა, რომ კახისთვის ეს იყო არა დასასრული, არამედ დასაწყისი ახალი, უფრო რთული ბრძოლისა ცხოვრებასთან ბელას გარეშე. დაკრძალვა მოხდა 3 დღის შემდეგ და მთელმა თბილისმა მოვიდა დასამშვიდობებლად. ადამიანები დგანან რიგში საათობით, რომ შესულიყვნენ ეკლესიაში, რომ დაენახათ ბელა ბოლოჯერ, რომ ეთქვათ კახისთვის რაღაც, რაც შეიძლება ემშვიდობინებინა. მაგრამ კახი იდგა ბელას ჩარჩოს გვერდით, უჭერდა მის ხელს და არაფერს არ ამბობდა. ის უბრალოდ იდგა, უყურებდა მის სახეს, რომელიც იყო მშვიდი, ლამაზი, თითქოს ის ეძინა და ფიქრობდა იმ ყველა წელზე, რომლებიც მათ ერთად გაატარეს, იმ ყველა მომენტზე, რომლებიც მათ ერთად გაიზიარეს, იმ ყველა სიტყვაზე, რომლებიც მათ ერთმანეთს უთხრეს. როცა დადგა დრო, რომ ჩარჩო დახურულიყო, კახიმ ბოლოჯერ აკოცა ბელას, ბოლოჯერ უთხრა: მე შენ მიყვარხარ და მხოლოდ მაშინ დაუშვა, რომ ჩარჩო დახურულიყო.
სასაფლაოზე როცა ჩარჩო ჩაუშვეს მიწაში, კახი დგას და უყურებს და მისი სახე არის უემოციო, თითქოს ის არის ქანდაკება, არა ცოცხალი ადამიანი. მაგრამ გიორგი, რომელიც დგას მის გვერდით, გრძნობს როგორ კანკალებს კახის სხეული, როგორ იბრძვის ის, რომ არ დაეცეს, როგორ იბრძვის ის, რომ არ დაიძახოს, როგორ იბრძვის ის, რომ შეასრულოს თავისი დაპირება, იცხოვროს. როცა ყველა წავიდა და სასაფლაო დაცარიელდა, კახი კვლავ დგას ბელას საფლავთან. ის დგას იქ საათობით, უბრალოდ უყურებს მიწას, რომელმაც შთანთქა მისი სიყვარული, მისი ცხოვრება, მისი ყველაფერი. გიორგი ცდილობს წაიყვანოს ის, მაგრამ კახი არ მოძრაობს. გიორგი, დამტოვე მარტო, ამბობს ის. მე მჭირდება დრო მასთან. მე მჭირდება დრო დავემშვიდობო. გიორგი მიდის და კახი რჩება მარტო. ის იჯდება მიწაზე, ხელს აკრავს საფლავს და იწყებს ლაპარაკს. ბელა, მე არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო შენ გარეშე. მე არ ვიცი, როგორ გავაგრძელო. მე არ ვიცი, როგორ შევასრულო ჩემი დაპირება. მაგრამ მე ვეცდები, ბელა, მე ვეცდები. მე ვეცდები შენთვის, შენი სახელით, შენი სიყვარულის სახელით. მე ვეცდები, რადგან შენ მთხოვე. მე ვეცდები, რადგან მე გპირდი. მე ვეცდები, რადგან მე შენ მიყვარხარ და ეს სიყვარული არასოდეს მოკვდება, არც შენი სიკვდილის შემდეგ, არც ჩემი სიკვდილის შემდეგ არასოდეს. ის იჯდა იქ გამთენიამდე, ლაპარაკობდა ბელასთან, ტიროდა, ლოცულობდა და როცა მზე ამოვიდა, ის წამოდგა, გაწმინდა თავისი ტანსაცმელი და წავიდა სახლში, რომელიც ახლა იყო ცარიელი, სახლში, რომელიც ახლა იყო სავსე მოგონებებით, მაგრამ ცარიელი სიყვარულით, რომელიც მას ავსებდა. პირველი დღეები ბელას სიკვდილის შემდეგ იყო ყველაზე რთული. კახი ღვიძლობდა ყოველ დილას და ავიწყდებოდა, რომ ბელა აღარ იყო. ის მიდიოდა მის ოთახში, რომ გაეღვიძებინა და მხოლოდ მაშინ იხსენებდა, რომ ის აღარ იყო. ის ამზადებდა საუზმეს ორი ადამიანისთვის და მხოლოდ მაშინ იხსენებდა, რომ ის იყო მარტო. ის იჯდა საღამოს ტელევიზორის წინ და ელაპარაკებოდა ბელას და მხოლოდ მაშინ იხსენებდა, რომ ის ლაპარაკობდა ცარიელს კამთან. გიორგი მოდიოდა ყოველ დღე, ცდილობდა დაეხმარა, ცდილობდა გაეხალისებინა, მაგრამ კახი იყო სადღაც შორს, სადაც გიორგი ვერ მიაღწევდა. ის იყო ცოცხალი, მაგრამ არა ნამდვილად ცოცხალი, ის იყო აქ, მაგრამ არა ნამდვილად აქ, ის იყო კახი, მაგრამ არა ნამდვილად კახი. ის იყო ჩრდილი იმ კაცისა, ვინც იყო ჩრდილი, რომელიც დადიოდა სახლში, ჭამდა, სვამდა, ძინავდა, მაგრამ არ ცხოვრობდა. ერთ დღეს, დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, ბელას სიკვდილის შემდეგ, გიორგი მიპოვა კახის სამზარეულოში, იჯდა მაგიდასთან, წინ ბელას ფოტო და ტიროდა. კახი, რა მოხდა? კითხა გიორგიმ. კახი მაიხედა მასზე და მის თვალებში იყო ისეთი ტკივილი, რომ გიორგი მგრძნო, როგორ ბზვის მისი გული. გიორგი, მე ვერ ვასრულებ ჩემს დაპირებას, თქვა კახიმ. მე ვერ ვცხოვრობ. მე ვერ ვიპოვი მიზეზს გავაგრძელო. მე ვერ ვიქნები ბედნიერი. ბელა იყო ჩემი ყველაფერი და ახლა, როცა ის აღარ არის, მე არაფერი ვარ. მე ვარ ცარიელი, გიორგი, მე ვარ ცარიელი. გიორგიმ ჩაიჯდა მის გვერდით, ჩაიხუტა და უთხრა, კახი, შენ არ ხარ ცარიელი. შენ ხარ სავსე ბელას სიყვარულით, ბელას მოგონებებით, ბელას სულით. შენ ხარ სავსე იმ ყველაფრით, რაც თქვენ ერთად გქონდათ. და ეს არის საკმარისი, კახი, ეს არის საკმარისი, რომ გააგრძელო. შენ უნდა იპოვო გზა, როგორ გადააქციო ეს სიყვარული რაღაცად, რაც დაეხმარება სხვებს, რაღაცად, რაც გააგრძელებს ბელას მემკვიდრეობას, რაღაცად, რაც აჩვენებს სამყაროს, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს. ამ საუბრის შემდეგ რაღაც შეიცვალა კახიში. ის დაიწყო ფიქრი, დაიწყო ძებნა, დაიწყო ცდა იპოვოს გზა, როგორ შეესრულებინა თავისი დაპირება. ის დაიწყო წერა თავისი და ბელას ისტორიის შესახებ, წერა იმის შესახებ, რას ნიშნავდა სიყვარული, რას ნიშნავდა ერთგულება, რას ნიშნავდა მსხვერპლი. ის წერდა ყოველ დღეს საათობით და ეს წერა იყო მისი თერაპია, მისი გზა გამოჯანმრთელებისკენ, მისი გზა ცხოვრებისკენ. ის წერდა არა იმიტომ, რომ სურდა გამოქვეყნება, არამედ იმიტომ, რომ სურდა გაეგო რა მოხდა, რატომ მოხდა, რა დარჩა. და როცა ის წერდა, ის გრძნობდა ბელასთან, გრძნობდა მის ხელს თავის მხარზე, გრძნობდა მის ხმას, რომელიც ეუბნებოდა, კახი, შენ კარგად აკეთებ. შენ ასრულებ შენს დაპირებას. შენ ცხოვრობ. მაგრამ რა იქნება ამ წერის ბედი? ვინ წაიკითხავს ამ სიტყვებს, რომლებიც დაწერილია ტკივილით, სიყვარულით, იმედით? როგორ შეცვლის ეს ისტორია სხვა ადამიანების ცხოვრებას? როგორ გააგრძელებს ეს ბელას მემკვიდრეობას, კახის სიყვარულს, მათი ერთობლივი ცხოვრების გაკვეთილებს? ეს არის შეკითხვები, რომლებზეც პასუხები ელოდება, მაგრამ ერთი რამ უკვე ცხადია,
კახი კავსაძე იწყებს ახალ თავს თავის ცხოვრებაში, თავს, რომელიც არის არა დასასრული, არამედ გაგრძელება იმ სიყვარულის ისტორიისა, რომელიც დაიწყო 1961 წელს და რომელიც არასოდეს დასრულდება, რადგან ნამდვილი სიყვარული არასოდეს კვდება, ის ცხოვრობს იმ ადამიანებში, რომლებიც რჩებიან, ცხოვრობს იმ ისტორიებში, რომლებიც მოითხრობა, ცხოვრობს იმ გულებში, რომლებიც შთაგონებულია. დღეს, როცა კახი კავსაძე ზის თავის სახლში, ის სახლი, სადაც ის ცხოვრობდა ბელასთან ერთად 30 წლის განმავლობაში, ის არის მარტო, მაგრამ არა ნამდვილად მარტო. მის გარშემო არის ფოტოები, მოგონებები, წიგნები, წერილები, ყველაფერი, რაც ინახავს ბელას სულს. ის ყოველ დილას ღვიძლობს, აკეთებს ყავას ორი ადამიანისთვის, ერთი თავისთვის, ერთი ბელასთვის, რომელიც აღარ არის აქ, მაგრამ რომელიც ყოველთვის არის მის გულში. ის იჯდება ფანჯრის წინ, სვამს ყავას და ლაპარაკობს ბელასთან, უყვება მას ახალ ამბებს, უყვება მას იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც წერენ მას წერილებს, უყვება მას იმ წყვილების შესახებ, რომლებიც ამბობენ, რომ მათი ისტორია გადაარჩინა, მათი ქორწინება. და ყოველჯერ, როცა ის ლაპარაკობს, ის გრძნობს ბელასთან, გრძნობს მის ხელს თავის მხარზე, გრძნობს მის ღიმილს, რომელიც ამბობს, კახი, შენ კარგად აკეთებ. შენ ასრულებ შენს დაპირებას. შენ ცხოვრობ. გიორგი, რომელიც ახლა ცხოვრობს კახის სახლის მეორე სართულზე, ყოველ დღე ჩამოდის, ერთად სადილობენ, ერთად უყურებენ ტელევიზორს, ერთად იხსენებენ ბელას. ისინი ლაპარაკობენ მის შესახებ არა როგორც ვიღაცაზე, ვინც წავიდა, არამედ როგორც ვიღაცაზე, ვინც ჯერ კიდევ არის აქ, ვინც ჯერ კიდევ ცხოვრობს მათ გულებში, მათ მოგონებებში, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნინო, რომელიც დაბრუნდა თბილისში 2024 წელს, ხშირად სტუმრობს მათ, მოაქვს ყვავილები ბელას საფლავზე, ლაპარაკობს მასთან, ეხსნება, მადლობს. ის ამბობს, რომ კახიმ გადაარჩინა ის, რომ კახიმ მისცა მას შანსი გამოისყიდოს თავისი ცოდვა, შანსი იცხოვროს კვლავ. და კახი ყოველთვის ეუბნება მას, ნინო, ეს არ იყო მე. ეს იყო ბელა. ბელამ გადაგარჩინა, რადგან ის ყოველთვის პატიებდა, ყოველთვის უყვარდა, ყოველთვის აძლევდა მეორე შანსს. თამარ ჯავახიშვილი, ახალგაზრდა არქივარიუსი, რომელმაც იპოვა ის ვიდეოკასეტა, გახდა კახის მეგობარი და თანაშემწე. ის ეხმარება მას ორგანიზებას ღონისძიებების, სადაც კახი ლაპარაკობს ბელაზე, ეხმარება მას პასუხისგაცემას წერილებზე, რომლებიც მოდის ყოველ დღე, ეხმარება მას შენარჩუნებას ბელას მემკვიდრეობის. ის ამბობს, რომ კახი და ბელა შეცვალეს მისი ცხოვრება, რომ მათმა ისტორიამ აჩვენა მას, რისკენ უნდა ისწრაფოდეს, როგორ უნდა უყვარდეს, როგორ უნდა იბრძოლოს. და კახი ყოველთვის ეუბნება მას, თამარ, შენ ხარ ახალგაზრდა, შენ გაქვს მთელი ცხოვრება წინ. იპოვე ადამიანი, რომელსაც უყვარდი ისე, როგორც მე მიყვარდა ბელა. იპოვე ადამიანი, რომელიც იბრძოლებს შენთვის, რომელიც დარჩება შენთან, რომელიც არასოდეს მიგატოვებს. და როცა იპოვე ამ ადამიანს, არასოდეს გაუშვა, არასოდეს დაკარგო, არასოდეს მიიღო როგორც თვითგასაგები. 2025 წლის ბოლოს საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც მუშაობს ინვალიდების უფლებებზე, მიენიჭა კახის სპეციალური ჯილდო არა მისი მსახიობური კარიერისთვის, არამედ მისი სიყვარულისთვის, მისი ერთგულებისთვის, მისი მაგალითისთვის. ცერემონიაზე, რომელიც გაიმართა თბილისში, კახიმ თქვა, მე არ ვიმსახურებ ამ ჯილდოს. ეს ჯილდო უნდა მიეცეს ბელას, ქალს, რომელიც იბრძოდა ყოველდღე, რომელიც იყო ძლიერი, როცა ყველა ფიქრობდა, რომ ის იყო სუსტი, რომელიც აძლევდა სიყვარულს, როცა ყველა ფიქრობდა, რომ ის იღებდა მხოლოდ. მაგრამ რადგან ბელა აღარ არის აქ, რომ მიიღოს ეს ჯილდო, მე მივიღებ მას მისი სახელით და მე დავპირდები, რომ გავაგრძელებ მის მემკვიდრეობას, გავაგრძელებ მის ბრძოლას, გავაგრძელებ მის სიყვარულს. დარბაზში ყველა დგას და აპლოდისმენტებს, ტირის და კახი დგას სცენაზე, უჭირავს ჯილდო და უყურებს ზევით, სადაც ის იცის, რომ ბელა უყურებს მას, ღიმილობს, ამაყობს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მოვიდა 2026 წლის გაზაფხულზე, როცა ახალგაზრდა წყვილი, რომელიც წაიკითხა კახის წიგნი, მოვიდა მის სახლში. ქალი იყო საინვალიდო ეტლში, მამაკაცი კი დგას მის გვერდით, ხელი მის მხარზე. ბატონო კახი, თქვა მამაკაცმა, ჩვენ მოვედით, რომ მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენ მოვედით, რომ გითხრათ, რომ თქვენმა ისტორიამ გადაგვარჩინა. როცა ჩემს ცოლს დაუსვეს დიაგნოზი, მე ვფიქრობდი წასვლაზე. მე ვფიქრობდი, რომ მე ვერ გავუძლებდი, რომ ეს იყო ძალიან რთული. მაგრამ შემდეგ მე წავიკითხე თქვენი წიგნი და მე გავიგე, რომ სიყვარული არის არა სიტყვები, არამედ ქმედებები, არა დაპირებები, არამედ მსხვერპლი, არა ემოციები, არამედ ერთგულება. და მე გადავწყვიტე, რომ დავრჩე, რომ ვიბრძოლო, რომ ვიყო ის კაცი, რომელიც თქვენ იყავით ბელასთვის. კახი უყურებდა მათ და მის თვალებში იყო ცრემლები, მაგრამ ეს იყო ბედნიერების ცრემლები. თქვენ არ უნდა მადლობა გადამიხადოთ მე, თქვა მან. თქვენ უნდა მადლობა გადაუხადოთ ბელას. ის იყო ის, ვინც აჩვენა მე, როგორ უნდა ვუყვარო.
ის იყო ის, ვინც აჩვენა მე, როგორ უნდა ვიბრძოლო. ის იყო ის, ვინც აჩვენა მე, როგორ უნდა ვიყო კაცი. და ახლა თქვენ აგრძელებთ მის მემკვიდრეობას, თქვენ აგრძელებთ მის ბრძოლას, თქვენ აგრძელებთ მის სიყვარულს. და ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო, რომელიც მე შემიძლია მივიღო. დღეს, როცა კახი კავსაძე არის 70 წლის, ის აგრძელებს ცხოვრებას, აგრძელებს ბრძოლას, აგრძელებს სიყვარულს. ის აგრძელებს ლაპარაკს ბელაზე, აგრძელებს მისი ისტორიის გაზიარებას, აგრძელებს მისი მემკვიდრეობის გაცოცხლებას. ის იცის, რომ ერთ დღეს ის შეხვდება ბელას კვლავ, ის იცის, რომ ერთ დღეს ისინი იქნებიან ერთად კვლავ, მაგრამ არა ახლა, არა ჯერ. ახლა ის აქვს საქმე აქ, ახლა ის აქვს ადამიანები, რომლებსაც უნდა შთააგონოს, ახლა ის აქვს სიყვარული, რომელიც უნდა გააზიაროს. და ყოველ საღამოს, როცა ის აწვება საწოლში, ის უყურებს ბელას ფოტოს, რომელიც დგას მის ტუმბოზე და ჩურჩულებს: ბელა, ჩემო სიყვარულო, ჩემო სიცოცხლეო, ჩემო ყველაფერო, მე ვასრულებ ჩემს დაპირებას. მე ვცხოვრობ, მე ვარ ბედნიერი, მე ვიპოვე, მიზეზი გავაგრძელო. და ყველაფერი ეს არის შენი წყალობით, შენი სიყვარულის წყალობით, შენი ძალის წყალობით, შენი რწმენის წყალობით. დაელოდე მე, ბელა. დაელოდე მე, და როცა ჩემი დრო მოვა, მე მოვალ შენთან და ჩვენ ვიქნებით ერთად კვლავ სამუდამოდ, სადაც აღარ არის ტკივილი, აღარ არის ტანჯვა, აღარ არის ცრემლები, მხოლოდ სიყვარული, მხოლოდ ბედნიერება, მხოლოდ ერთობა. მეგობრებო, როგორ უყურებთ კახი კავსაძის ისტორიას? იყო თუ არა ის ნამდვილი გმირი, რომელმაც აჩვენა სამყაროს, რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული, თუ ის იყო უბრალოდ კაცი, რომელმაც გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა? იყო თუ არა ბელა ის ძალა, რომელმაც შეინარჩუნა ეს სიყვარული, თუ ის იყო უბრალოდ ქალი, რომელმაც იბრძოლა ყოველ დღე? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ახსოვთ თუ არა ისინი თქვენს ქალაქში, თქვენს გულში, თქვენს ცხოვრებაში. დააჭირეთ ლაიქს ჭეშმარიტებისთვის და გამოიწერეთ, რომ არ გამოგრჩეთ სხვა ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც აჩვენეს ჩვენ, როგორ უნდა ვიყოთ ადამიანები, როგორ უნდა ვუყვარდეს, როგორ უნდა ვიბრძოლოთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ.